პირადად ვიცნობ, ძალიან სიმპათიური პიროვნებაა, მე ძალიან პატივცემ. რამდენად აპირებს კანდიდატად წამოყენებას მე არ გამიგია, არ მსმენია მის შესახებ. მისი გადასაწყვეტია. შანსებიც ახლა უხერხულია, მე ვფიქრობ, რომ მარგველაშვილს კონკურენტი ვერ ეყოლება. დღეს რამე თუ ჩვენი კოალიცია დღეს პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, ისიც რომ არ გაუკვირდეს მე გამონათქვამი ჩემი, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრებზე იყო, რომ ვინ იქნება კონკურენტი, 4%-მდეა მათი რეიტინგი დღეს რეალური საზოგადოებაში. 10%-ზე მეტი NDM-აც კი ვერ დაუწერა, NDM-აც კი ვერ დაუწერა, 10%-ზე მეტი. შესაბამისად, თან მარგველაშვილი მე ვფიქრობ, რომ არის ჩემთვის საამაყო პიროვნება და კარგია რომ საზოგადოებაში ესეთ წევრები ხავს, ვინც მას იცნობს და ის გინებები და უკაცრავად და ის უხეში გამონათქვამები, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ახერხებენ, მას ვერაფერს ვერ დააკლებს. რამე თუ მათ არგუმენტები არ აქვს და პირდაპირ აგინებენ ახლა და უკაცრავად ესეთ უხეშ ტერმინებზე გადადიან არგუმენტების გარეშე და ლანძღავენ. ამით მას არაფერი არ დააკლდება. ძალიან მაგარი კანდიდატი ხავს ჩვენ. ჯერ ჩვენ თვითონ ვართ პრესტიჟულები და პოპულარულები დღეს კიდევ ჩვენი კოალიცია და მე ვფიქრობ, რომ მომავალში თუ გაიზრდება და არ შევამცირებთ ჩვენს დამოკიდებულებას, ნაციონალური მოძრაობა ვერ მოახერხებს ოპონირებას, ცალკეული წევრები მსგავსი თქვათ, ვასაძის ან კიდევ ისმის კითხვები იგივე სალომეზე ან სხვებზე, ქალბატონ სალომეზე ან სხვებზე. მე ვფიქრობ, რომ რეალურ კონკურენციას ვერ გაუწევენ, მაგრამ პროცესები იქნება ჯანსაღი, ვისაც სურვილი აქვს. ეს მათი გადასაწყვეტია. ბატონო? მე ვერ წარმომიდგენია თქვენი გადასაწყვეტია, ხალხის გადასაწყვეტია ეს. მე ვერ წარმომიდგენია, რომ გიორგი მარგველაშვილს ვინმე გაუწიოს რეალური კონკურენცია. მე ჩემთვის წარმოუდგენელია. არაფერი არ უნდა გამოურიცხოთ, ხო? საზოგადოების გადასაწყვეტია. ჩემი გადმოსახედიდან არავითარი მოვეროტორი არ იქნება. ჩემი გადმოსახედიდან ეს პირადული ჩემია. დიდი მადლობა ნანა, გურია ნიუსი თამარ ლეფსვერიძე.